თითოეული ადამიანის უფლების დაცვა მიუხედავად იმისა, რომელ სოციალურ ჯგუფს ეკუთვნის ცივილიზებული ქვეყნის აუცილებელი მახასიათებელია. საქართველოში კი როგორც ჩანს ცივილიზაცია ინდონეზე ჯერ მაინც არ განვითარებულა, რომ უმცირესობების კი არა ქალთა უფლებები მაინც იყოს დაცული. თუმცა ჩვენი ქვეყანა გამონაკლისი სულაც არ გახლავთ. ქალი ვიციმე კუხნაში, გათხოვდება ქმარი მიხედავს. მოკლედ მსგავსი ფრაზები მრავალნაირია. სწორედ სტერეოტიპებს ებრძვის გაეროს განვითარების ფონდი, რომლის ინიციატივითაც რიყის პარკში ღონისძიება დაანგრიეს სტერეოტიპები გაიმართა. ქალი ვიცით სამსახურში, ქალი ვიცით საზოგადოებაში, ქალი ვიცით პოლიტიკაში, ქალი ვიცით კერძო ბიზნესში, ქალი ვიცით არასამთავრობო სექტორში, ქალი არის ყველგან. საზოგადოება რომ აზრი შეიცვალოს, ამას სჭირდება დრო, მაგრამ საზოგადოება აზრს აუცილებლად იცვლის, იმიტომ რომ გარემო როდესაც იცვლება, საზოგადოებაც მას მიყვება. დამოკიდებულებები ნამდვილად იცვლება. ოჯახის რჩენა მხოლოდ კაცის საქმეა. გოგოს რად უნდა ამდენი სწავლა? ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომელიც ქართულ საზოგადოებაში ქალთა უფლებების შემზღუდველ სტერეოტიპებს ყველაზე უკეთ გამოხატავს. ამფითეატრში მოწყობილ სცენაზე ნებისმიერი გამომსვლელი აზრის დაფიქსირების შემდეგ ყველაზე გამაღიზიანებელ ფრაზას პეინტბოლის თოფით ანადგურებდა. მაქსიმალური უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი შვილები იყვნენ ადეკვატურად მოაზროვნეები და მსგავსი კომპლექსების ბუდეში არ მოიხარშონ, ასე ვთქვათ. რომ ბავშვის აღზრდა ძირითადად უფრო თითქმის ყველა მაღაზიანებს თანაფარდობით, იმიტომ რომ ძალიან ცუდი სტერეოტიპია, თუნდაც ცუდი გამონათქვამია, ქალი ვიცი კუხნაში, მე-13 საუკუნეში უკვე იყო ის, რომ ქალთა და მამაკაცთა ბანას იყო დაცული, შოთა რუსთაველის გამონათქვამების ყავსნა ყველას მოიხსენდება, ლეკვილო მისასწორია თუ იყოს თუნდა ხვადია. ზოგადად ყოველთვის ისე ლოგიკურია ხოლმე თქვა, რომ რახან ერთის უფლება იჩაგრება, ესე იგი მეორის ბრალია, მაგრამ საქართველოში მთლადესეც არ არის, იმიტომ რომ რავი, ჩვენ დისკუსიაშიც გამოჩნდა, რომ თვითონ ქალებსაც აქ რა თვით შეზღუდვის მომენტები, სწორობა, გენდერული ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობები. ჩრდილოევროპული ქვეყნების განვითარების მაღალი დონის მიუხედავად მსგავსი პრობლემა როგორც ჩანს იქაც ხშირად იჩენს თავს. თუ საქართველოში ქალთა უფლებების დარღვევა მდედრობითი სქესისათვის ადგილის სამზარეულოში მიჩენით გამოიხატება, მაგალითად შვედეთში ქალბატონები მამაკაცებთან შედარებით მცირე ანაზღაურებაზე ძუძუნებენ. შეიძლება იფიქროთ, რომ ქვეყანაში, რომელშიც ამ თემაზე დიდი ხანია მუშაობენ, მსგავსი სტერეოტიპები არ უნდა არსებობდეს. რაღაც მხრივ ისინი რა თქმა უნდა დაძლეულია, თუმცა პრობლემები მაინც დარჩა. მაგალითად ახლა ქალების და კაცების თანაბარი ანაზღაურებისათვის ვიბრძვით. სტერეოტიპებთან ბრძოლა რომ რთულია, ამაზე არავინ დაობს. თუმცა მათ შესახებ საუბარი და თუნდაც კამათი რომ უკვე მომავალი წარმატების მანიშნებელია, ესეც ფაქტია.